სკოლას რომ ამთავრებდი და სტუდენტობაშიც უბრალოდ დასაბმელი ვიყავი რომ რამე საქმე გამეკეთებინა. კონკანის წყალს ავსებდი და ყიდდი. ხო, დავათრევდი და ბოთლებს. ძალიან უჭირდა ჩემ ოჯახს ამ პერიოდში. ჩემი არ თაკელობდი მაშინ მეორადებში რაღაცეების ყიდვას და ესე 5 ლარი მქონდა გათვლილი. ეს იდეები საიდან მოგდიოდა? ვერ გავმართა ეს ბიზნესი და დავრჩი ვალით $300 რომელიც ვეცესხებებიათ. მე რამდენი მცდელობა იყო უკვე დამცინი მე кайფებოდი ეს ჩემი მაგაცები. ამას რაღაც ახალი იდეა. აბა რასაპირებს გითხარი და აი რაღაცა გამოდის. ნულიდან კი არ დავიწყე, მინუსიდან დავიწყე, უშო. რა თქმა უნდა მე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი. თუ გინდა კარგად გაკეთდეს ეს რაღაც. უნდა გააკეთო შენ თვითონ. ძალიან ბევრს არ უხარია შენი წარმატება, ახლობელს შინაურს არ უხარია. ეს არის ფასი. ისე რა გულახდილი საუბარი, ხო ვიღაცამ შეიძლება ეს მონათლოს, აი რა ამპარტავნება. მე მჯეროდა ყოველთვის რომ მე აი რაღაცას გავაკეთებდი, მაგრამ რას წარმოდგენა არ მქონდა. შენ ცხოვრებაში ფული რა პრობლემას ვერ წყვეტს? ადამიანი ზოგადად მარტოა რა. ეს არ არის ტრაგედია. იმედი ჯობია ალბათ არ გქონდეს. შენი თავის გარდა არავის. ეს რა გასწავლა რომანტიკულმა ურთიერთობებმა ისეთი, რაც ვერც ერთმა ბიზნესმა ვერ გასწავლა. სურვილების ზღვარი ალბათ. რა იყო შენი შემდეგი მცდელობა? გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმყოფებით პოდკასტარიაში და დღეს ჩემი სტუმარია სანდრო ლილუაშვილი. ანტრეპრენერი. დღეს უნდა ვისაუბროთ იმ წარმატებაზე თუ წარუმატებლობებზეც, რომელიც სანდროს გზაზე შეხვდა და იმ სტარტაპებზე, რომელიც მან დაიწყო და გამოდგა წარმატებული. სანდრო, შენ 17 სტარტაპი სცადე და აქედან მხოლოდ 3 გამოდგა წარმატებული. 4. 4. მათ შორის ჩემი არ იყო აქედან. შენი არ იყო? მუშაობდი, მე 0-დან დავაწყე ყველაფერი. ამ 4 შორის არის ტენე, რომელიც შეიძლება ყველაზე მეტად ეცნობოდეს ჩვენს მაყურებელს. ეს არის ქართული სტარტაპი. მოკლედ შეგიძლია გითხრათ ტენეზე და მე გადმოვალ თავარი პირველი კითხვით. ტენე არის ჩემი ერთ-ერთი ესეთი ყველაზე საყვარელი შვილი, რომელიც ჩაქვენი ძალიან დიდი ენერგია ჩადებული. ეხლა კიდე უფრო მეტად დიდი ენერგია იდება, იმიტომ რომ ითხოვს კომპანია და მე აქვს ძალიან დიდი რესურსი ამ ეტაპზე ჩემი. ანუ თავისთავად ვერ მოვაკლებ ამ რესურსს და ვდებ მაქსიმალურად. რაღაცილად მომწონს კიდეც, იმიტომ რომ მირჩევნია თავისუფალი დროის ქონას რაღაც შემოქმედებით წვაში ვიყო. ანუ ესე ვთქვათ, უფრო მეტად მობილიზებული ვარ, როდესაც რაღაც გარკვეული საჭიროებები არის, ვიდრე ეს შვიდობიან დროს, ესე ვთქვათ რა. და რა არის ტენე, ვინც არ იცის, მოკლედ, როგორ დაახასიათებდი? ну თავიდან ბოლომდე ჩემი იდეა არის და ესე ვთქვათ, როგორც ვახსენე, ესე ვთქვათ, ჩემი შვილი არის, რომელიცაც აქვს ხასიათი და არის ტიპაჟი, არის ქართველი, გულშემატკივრობს საქართველოს და ქვეყანას, ხასიათი აქვს შესაბამისი, ანუ კომპანია თავის პატრონს ემსგავსება რა, და მიდგომები აქვს ისეთი რა, ქართული, კაცური, რაღაცნაირი ესე ვთქვათ, ღირსებას აქცევს ყურადღებას მომხმარებლებთან ურთიერთობაში, მათ ღირსებას თავისთავად, მათ შორის, მათ კომფორტს და ნუ ცდილობს რაღაცა კარგი გააკეთოს ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა აუცილებლად იყოს მომგებიანი კომერციულად, მომგებიანი, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იარსებებს და ეს ალტრუიზმი ესეთი არ არის, სულ ალტრუიზმი ძალიანაც რომ გინდოდეს, თუ კომპანიას არ აქვს შემოსავლები და მომგებიანი არა, ვერ გაისტუმრებ ხელფასებს და დაიხურები, მორჩა. და ტენე აკეთებს კაბელებს, რა ტიპის კაბელებზეა საუბარი, ვინც არ იცის და აი რითი არის გამორჩეული, რომ ვუთხრათ მაყურებელს? მობილურის დამტენ USB კაბელებს ვამზადებს, უკვე ლეპტოპის კაბელების დამზადებას დავიწყეთ, ამ კაბელებით ასევე რაღაც სხვა აქსესუარებით შევქმნით. ეხლა ხედავ რომ საუბარი იყო რომ SSD კამერებისთვის უნდა შევქმნათ კაბელები და ეს ახალი გამოწვევა და ამას აუცილებლად განვახორციელებთ, რომელიც აი აქ შენ სტუდიაში დაიბადა, შენს ოპერატორთან საუბრისას, რომელმაც მომცა ესეთი რჩევა და ამას აუცილებლად გავახორციელებთ.
და წარმოების პროცესში ეხლა ნაკლებად ვიყენებთ, მაგრამ თავიდან ვიყენებდით მეორად პლასმასას, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ შინაარსი ის იყო, რომ რაღაც მაგალითი მიგვეცა და გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომ არ არის აუცილებელი უპირველად ეს გამოყენება, მნიშვნელოვანი არის პრობლემატიკაზე ფიქრი და არა მარტო შენ საჭიროებებზე ფიქრი, საზოგადოების საჭიროებებზე ფიქრი და გადაჭრაც რა, რომ მაგალითი ყოფილიყო, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ამავდროულად ჩემი შინაგანი წრწმენა იყო, რომ ესეთი უნდა ყოფილიყო და ესეთი ტიპაჟი უნდა ყოფილიყო და ესეთი გამოვიდა საბოლოო ჯამში. მე მინდა ახლა რომ რაღაცნაირად მაყურებელს შეუქმნათ შთაბეჭდილება, როგორი ხარ შენ, როგორ ადამიანს შეიძლება გამოუვიდეს რაღაც წამოწყება, რო იყოს ეს სტარტაპი წარმატებული. ნუ დავარქმევთ სტარტაპს, რაღაცა იდეა, რაღაც საქმე, რომელთაც შეპყრობილი ხარ, რომელიც მოგწონს, რომელიც შენ ხარ. აი ეს ერთი საათი იყოს ამისთვის, რომ აი როგორ ადამიანს რა მეთოდებით, რა მიდგომებით შეიძლება გამოუვიდეს აი ეს წარმატებისკენ სვლა. და სანამ ამ წარმატებას მოვყვებით, მოდი წარუმატებლობაზე მინდა გითხო. ეხლა მე ვთქვი, რომ 17 სტარტაპი გაქვს, ასე ვთქვათ, ნაცადი. და შეგიძლია მომიყვე როგორი იყავი მაშინ, როდესაც აი მე-10, მე-11 ან მე-12 წარუმატებელი სტარტაპის მერე, წარუმატებელი საქმის მერე ბრუნდებოდი საღამოს სახლში. აი რა ფიქრები გქონდა მაშინ? პირველ რიგში იყო რომ სწავლობდი. პირველი სტარტაპები არ იყო ისეთი რომ რაიმე ძალიან დიდი ინვესტიცია ჩავდე, ენერგია ნამდვილად იდებოდა, მაგრამ ეს იყო ყველაფერი სწავლა, გამოცდილება და ასე შემდეგ. პირველი იყო სტუდენტობისას პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც რაღაც გარკვეული ბიზნესი დავიწყე. ესა რა ქვია. მაშინ გარევაჭრობა დაშვებული იყო თბილისში და ავიყვანე გამყიდველი და ჰოდოგების აპარატი რაღაცნაირად რკინის ცეხში დავამზადებინე და დავაყენე და ჩემი სკოლის წინ მოკლედ, რომელიც უკვე დამთავრებული მქონდა, სადაც ძალიან ბევრი სტუდენტი მოძრაობს, დადის ჭავჭავაძეზე მზიურთან მოკლედ იქ ჩემი სახლის წინ დავდგი და იქ ვცდილობდი ამ ბიზნესის აძრას. ეს და ეს იყო პირველი წარუმატებლობა. მაშინ რამდენი წლის ხარ? რამ ცოტა 19 ალბათ, 20 შეიძლება. და ნუ ვერ გავვართე ეს ბიზნესი და დავრჩი ვალით $300, რომელიც ვეჭესხე ბებიაჩი. ბებიაჩენის დახმარებით გადადგი პირველი ნაბიჯი ბიზნესში. მე ძალიან მაწუხებდა ეს ვალი. ზოგადად მე ესეთი პიროვნება არ მეყვარს ჩემზე საუბარი, მაგრამ უბრალოდ იმდენი შევხვდა, რომ მე თუ ვალი მაგ პირველ რიგში უნდა გაუსტუმრო ადამიანს, როგორც კი ჩამივარდება ხელში ეს ცხოვრება შემოხვედრა ადამიანები, რომლებიც ესე ჩემსავით არაზროვნებენ და ნუ ყველა ესეთი ვერ იქნება, როგორც შენ წარმოგიდგენია, მაგრამ მივხვდი, რომ არ უნდა გქონდეს ყველასგან მოლოდი რომ გასესხებრო დაგიბრუნებენ და ბევრი მყავს ესეთი მეგობარი სხვათა შორის. ძალიან. და ბებიაშენს დაუბრუნე ეს ვალი. მალე თუ კი მუშაობა დავიწყე მე და დაუბრუნე. ანუ ამაზე ძალიან ისეთი დამოკიდებული არ ვიცი საიდან მოდის. ჩემი შინაგანი წმენა რომ ესე უნდა იყოს. და ესე არის მართლა ესეც არის სწორი რომ ისე დაუბრუნე რა. და შენ როგორ აი რა გაწუხებდა მაგალითად 18-ის თუ რამდენის იქნებოდი მაშინ 17-18 წლის ხო? აი მაგ ასაკის ბიჭებს რაღაცა უფრო გართობა, რაღაც გოგოები ესეთ რაღაცები აინტერესებს და საქმეზე თითქოს ნაკლებად ფიქრობენ. თუნდაც ის გოგოები რომ დაპატიჟო სადღაც და წაიყვანო, რაღაცა უნდა გედოს ჯიბეში ფული და ანუ ძალიან უჭირდა ჩემ ოჯახს ამ პერიოდში, ჩემ ოჯახს სანიელი ესეთი ისტორია აქვს რა ძალიან შეძლებული ოჯახი იყო თავის დროზე. მე მოხდა რაღაც ამ კომუნისტურ პარტიებში ცვლილებები, მთავრობის ცვლილებები, მე შევარდნაძის დრო მოვიდა, მე რაღაც გადაემტერა ჩემ ოჯახს შევარდნაძე მოკლედ და ძალიან რთული პერიოდი გამოიარა და ასე ვთქვათ ამ ყოფილმა ძლიერებამ ოჯახის მოაღწია ჩემს სკოლამდე ლასაკამდე სტუდენტობამდე და მოკლედ რა არავის შეიძლება არ ჯეროდა რომ შემოხედო ვერ წარმოგიდგენ, მაგრამ მოკლედ ძალიან გვიჭირდა მოკლედ რა ვთქვათ რა. მე არ თაკელობდი მაშინ მეორადებში რაღაცების ყიდვას და ესე 5 ლარი მქონდა გათვლილი მოკლედ რა და ნუ მაწუხებდა ეს ფული, ხო ჯიბეში ფული მჭირდებოდა რომ მოგო დამეპატიჟებინა და არ მომწონდა რომ ვერ პატიჟებდი რა. და მქონდა ეს ფიქრი რომ რაღაცა უნდა მომეხერხებინა რა. მაგრამ მქონდა ის ფიქრი რომ აი თქო ჩაგებარებინა გესწავლა და რაღაც მერე მომავალში 4 წლის მერე ან 6 წლის მერე რო იწყებენ სამსახურს კი არა იმ მომენტში აი რა ვერ მოვითმენდი მე ხო მაგრამ მე მოკლედ მე ისეთი ვიყავი, ტიპაჟიც ისეთი ვიყავ. ანუ
პატარა რო ვიყავი სიტყვაზე და აი არ ვიცი მაშინ ახლა ძალიან ბანალური არის რა ის სნიკერსი რო ახალი შემოსული იყო ზოგადად საქართველოში და სნიკერსი რო მინდოდა და რომ უნდა მეთხოვდე და ჩემისთვის და მამაჩემისთვის და რო ვიცოდი რომ არ იყო ამის ფული და აი ამ კვირაში თუ მიყიდენ მე რამდენიმე დღეში და მომდევნო კვირაში თუ უნდა მოკლედ რაღაც პერიოდი დამეცადა რომ კიდე მეთხოვნა რა მაშინ რაღაცნაირად დავიპროგრამე თავი რომ მე რო შვილები მეყოლება აი ბავშვს რიკესი ენდომება ესე იქნება და მაშინ დავიპროგრამე თავი ანუ მაინც შეიძლება გაჭირება შვება ეხლა მე რო ყოფილიყავ ძალიან რაღაც შეიძლება ეს არ ყოფილიყო მაშინ დავპროგრამდი უნდა ყოფილიყავი ესეთი ტიპაჟი და იმის მერე ჩემი ფიქრი იყო აქეთ მიმართული და უკვე სკოლას რომ ამთავრებდი და სტუდენტობაში უბრალოდ დასაბმელი ვიყავი რა რამე საქმე გამეკეთებინა რაღაცისთვის მიმეღწია რაღაცა გამეკეთებინა მოკლედ ეს იყო ჩემი თავარი მამოძრავება და როგორ დაიწყო აი ამ ჰოთ-დოგების ბიზნესის მერე რა იყო შენი შემდეგი მცდელობა არ გინდა თქვა წყლის ბიზნესი და ონკანის წყალის გაყიდვა ონკანის წყალს ავსებდი და ყიდდი ხო ვერ გავყიდე მოკლედ არა 1-20 ლარი გავიმუშავე ვერ გავყიდე უთლები ვიყიდე და ჩემ მეგობრებს ესენც მიყურებდნენ იმიტომ რომ აი გაუჩერებელი ვიყავი და თან რა უნდა არ ვიცი ბოდიშ და ამ საქმეში გვებირჟავა შეიძლება ქუჩაში ან უნდა გამოყოლოდნენ და დამყვებოდნენ მოკლედ ეს ჩემ მეგობრები და მეხარებოდნენ დავათრევდი ამ ბოთლებს მოვათრიეთ მოკლედ რა ვიყიდეთ რაღაცეები ჩამოვასხით რაღაცა ფილტრები და სად ყიდდი ვერ გავყიდ ვერ მივედი მაგალითად ვერ შევფუთეთ ნორმალურად რა მოკლედ რა და так საბითუმოები არის იმაზე რა ქვია სადგურზე და იქ მივიტანეთ და ერთი ცალი ჩავაბარე მოკლედ და დაიწოვა ვიღაცამ კაი ვნახოთ როგორ გაიყიდება რა და ერთოში მივაკითხე და სადარეო და აი რა აგერ არის დაიშალო თქვენი ის და აუ გაძლევ თოსლაშო დამანებით თავი წადით ის მეორე სტარტი მე საინტერესო ანუ ეს იდეები საიდან მოგდიოდა ანუ აი წყალს დავინახავდი ყოველფრიდან ინდიას ვაქცევდი და პირველი აი ესეთი ძვრა რა იყო შენთვის რომ აი რაღაცა გამოდის მე რამდენი იყო უკვე როგორი ამბავი იყო იცი ეს მე კიდე საოჯახო სამზარეულოს ხვდავდი ბჭყალებში უნდა თქვა ჯდება კარგი კი უხდება საოჯახო სამზარეულოს ხვდავდი და იქ სამზარეულოს უხდება ეგ ჩემი ძმაკაცი მეხმარებოდა აქაც და ეკაც ნუ რაღაც ფული ინვესტიცია რაღაცები გავაკეთე და მოკლედ ბანკები გვიკვეთავდნენ და დაგქონდა ამ ბანკებში მაშინ არ იყო ესე გლოვო რაღაცები განვითარებული და გვირეკავდნენ უმზადებდით გავრბოდით იგიჟეს ვაკეთებდით რა და მაშინ ინვესტიცია ეს ფული საიდან გქონდათ ნუ აი დიდი ფული არ უნდა და რა ვიქირავეთ რაღაცა პატარა ფართი სადაც შევიტანეთ და დავაყენე გამწოვი მე ჩემს მაგაცი მესკოჩეს მეძახდა იმიტომ რომ გადავსკოჩეს გამწოვი ჩემი თვითონ მივამონტაჟე ავი მოუძებნე რაღაც გამოვაცხადე სიტყვა და საქმეში ავიყვანე ესენი გამოსტილი თანამშრომლობით დავიწყეთ დაჭრების კეთება და დარიგება რა რამდენი ხანს გაგრძელდა რამდენიმე თვე ბოლოს აღარ გვიკვეთავდნენ ნელ-ნელა რა იმიტომ რომ კონკურენტები გაჩნდნენ იქ რაღაც ერთ და იგივე საჭმელს არ უნდა თუ შეკვეთა შეიძლება რამდენიმე თვეში შეკვეთა მოკლედ ჩამივარდა ესეც რა და უკვე ესეთი იყო მე რამდენი მცდელობა იყო უკვე დამცინო მე кайფებოდი ეს ჩემი ძმაკაცები მე кайფება ამას რაღაც ახალი იდეა აბა რასაპირეს აბა გითხარი და მე დავიწყე რაღაც უკვე ბანკში მუშაობდი და რაღაც აზომვით ინახაზების გაკეთება იყო საჭირო მოწების რეგისტრაცია რაღაცა და მივხვდი რაღაც მარტივი თემა იყო და სპეციალური ლაზერი ვიყიდე და მოუძებნი ადამიანი ვინც ამას აკეთებს ისევე ჩემი ერთგული ძმაკაცი რომელიც მეხმარება და გვერდში მყავს ის ჩავრთე და დავიწყეთ კეთება მივიდა ვიწყეთ შეკვეთების მიღება და პირველი წარმატებული გამივარდა მოკლედ რა ფულმო დაიწყო შემოსვლა რა მე პირადად არაფერს ვაკეთებდი ბანკში მუშაობდი რა ესენი დადიოდნენ ხაზავდნენ მოკლედ რა ფლაიერები დავამზადე და ფლაიერებს არ ვარიგებინებდი საჯარო რეესტრის წინ გოგოებს და მოკლედ წამოვიდა შეკვეთები წამოვიდა ფული და მომგებიანი გავხსნი მოკლედ ხელფასზევით გამიჩნდა ფული რა ამ პირველი ფულიც ისევ ჩემს მაგაცების დახმარებაში დავიწყე რა საზღვარგარეთ იყო წასული დედა აქ იყო დარჩენილი და ჩემთვის არ ვიტოვებდი იმათ ვაძლევდი მოკლედ რა თქვა რა და რაღაცნაირად ესე მოვედი ეს იყო ჩემი პირველი წარმატება რამაც კიდე უფრო მეტი ძალა მომცა რომ აი შესაძლებელი არის თუ არ გაჩერდები და კიდეცდი იმიტომ რომ
თან აი ჯინაზე უნდა გამეკეთებინა და წარმატებული უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ უკვე დამცინოდნენ, მეკაიფებოდნენ და არ სიამოვნებდნენ და ეს იყო აი რაღაცა ეგო რომ აი გავაკეთე. და გიმტკიცებთ. რამდენი წლის იყავი მაშინ პირველი წარმატების დროს? აქ უკვე ვიქნებოდი 1.24-25 ალბათ. და mag ბიზნესში რა მოხდა? რამდენი ხანი გაგრძელდა? ესე იგი დღემდე მუშაობს და ესე იგი მანდ თუ 400-500 ლარი რჩებოდა რამდენიმე დღის წინ ჩამირიცხეს 2500 ლარი. უბრალოდ ბიზნესის მეწილე ვარ, მე არაფერს ვაკეთებ. ბიჭები მუშაობენ, ბიჭები აკეთებენ საქმეს, აი ეს პირველი ბიზნესი რაც გამომინდა, დღემდე მიდის და მუშაობს და პირიქით გავავითარეთ და საიტი და მოკლედ რა. ეს იყო პირველი ჩემი წარმატება რა. ხო, რა საინტერესო. ეხა ის მეგობარი სხვაგან ყავს გადაყვანილი და იმის მაგალითად იმის ძმა მუშაობს დღემდე და მუშაობდა კიდე ბიზაშვილი იმისი და დეიდაშვილი უფრო სწორად და ის თავიდან ვინც იყო ამზოველი და მუშაობენ ბიჭები მოკლედ რა. ამის შემდეგ რა მოხდა? რა იყო ყველაზე ისეთი? თუ ამის მერე იყო კვლავ წარუმატებელი სტარტაპები და წარუმატებელი მცდელობები? ამის მერე ვიწყებ მუშაობას მოკლედ პროკრედიტში ავედი რაღაცა დავწინაურდი საკრედიტო ოფიცრიდან უფრო საკრედიტო ოფიცერი, მერე საკრედიტო გაყოფილების ხელმძღვანელი, მერე მმართველობაზე მიდიოდა საუბარი, უნდა დავწერილაურებულიყავი, მაგრამ არ გამიწია როგორც ჩანს ჩემმა წინა მმართველმა რეკომენდაცია და არ დამაწინაურეს და მე ვფიქრობ რომ ძალიან შეცდომა გავუდაუშვეს, იმიტომ რომ არ ვიყავი მე ხელიდან გასაშვები კადრი. უბრალოდ კი არ ვლაპარაკობ, მე საქმე დავამტკიცე ეს ყველაფერი და ეხლა რომ ხვდებიან ძალიან აი რაღაც ძალიან დიდი სიყვარული ხვდები. პროკრედიტში მუშაობდი და პროკრედიტ ძალიან ვაფასებ, იმიტომ რომ ძალიან კარგი და დიდი ცოდნა მომცა და ძალიან დიდი ტრამპლინი მომც გავერკვია ყველაფერში და ესე ვთქვათ ეთიკაში და კარგად მუშაობ და გერმანული ბანკი არის ეს მოკლედ. საათით. ვემადლიერები ძალიან მოკლედ რა პროკრედიტ ბანკს ყველას მოკითხა თუ ვინმე ისმენს. მიყვარხართ და მადლობა კიდევ ერთხელ. რა მერე ეს ცუდი რეკომენდაცია რომ გამიწია წინამმართველმა, აღარ დამაწინაურეს და რომ მივხვდი რომ აღარ მაწინაურებენ, წინ არ მედივარ სხვაგან ვერ გადავდივარ და არ მყოფნის ეს ბანკი მეტის გაკეთება შემიძლია, დავიწყე სამსახურის ბოძებნა რა და ჩემი მეგობარი არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული იურიდიული კომპანიის მფლობელი და ყავს ესე ვთქვათ და კლიენტები უნდა ვთქვა ეს სიტყვა, კლიენტები ყავს უცხოელები და იყვნენ ებრაელები, რომლებმაც ჩამოვიდნენ და დაიწყეს ფულის ჩადება. საქართველოში 2010 წელი არის და ჩადეს ზოგი როგორ დააბანდეს ზოგი ფული, ზოგი ნაწილი ფული როგორ დააბანდეს ზოგი როგორ და გაიჭედნენ და ჭირდებათ გამოცდილი და ამ დროს მეც უთხარი რომ და იმას კითხეს ხო არ ყავს ვინმე და ამ დროს მე უთხარი სამსახურს ვეძებ და დამაკავშირა გასაუბრებაზე მოეწონა და მოკლედ დავიწყე კომპანიაში მუშაობა, რომელსაც $5 მილიონი აქვს დაბანდებული საქართველოში, სადღაც სოფლებში აქვს ესხები გაცემული რაღაც უძრავ ქონებებზე. მოკლედ მომაკოდა აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის რა. გაფეილებულ ბიზნესში, ანუ ნულიდან კი არ დავიწყე, მინუსიდან დავიწყე მუშაობა. ანუ ბანკში უკვე აი გამოცდილება მქონდა და უცებ ავიღეალო, გადავაწყე იპოთეკურ სესხებზე, ანუ ბინებზე უარი ვათქმევინე, დავაპატარავებინე, ჩეკი ესე ვთქვათ, პატარა თანხები გავაცემინე და უზარმაზარი მიკროსაფინანსო წამოვჭიმეთ, რომელიც აი ამ პატარა ოთახიდან რო დავიწყეთ და მინუსებიდან რო დავიწყეთ, რო დავტოვე 4 სართულიანი შენობა დავტოვე რაღაც 200 კაციანი სტაფით. უკვე. ანუ ეს ებრაელები просто გადავარჩინე, გამოვაძვრინე, არ ვიცი საიდან, არ ვიცი რამდენად მადლიერები არიან, მაგრამ ნუ მოკლედ რა მაგაცაც ცუც არ ვიტყვი არაფერს მოკლედ რა ვთქვა. მაგრამ წამოხვედი იმ სამსახურიდან? მე წამოვედი იმ სამსახურიდან, იმიტომ რომ ხო ვატყობდი არა, რასაც საქმეს უკეთებდი და საოცარი საქმე გავუკეთე და მე საერთოდ რისიც არ ჯეროდათ რომ უთხარი ამას გავაკეთებ თქო და ეცინებოდათ რომ ამ გეგმას შევასრულებ თქო რომ ჩავედი ისრაელში და ამას გეგმას შევასრულებ თქო რომ უთხარი ეცინებოდათ რა და გაჩერდიო დაანები თავი რა გინდა ვიძახისო რომ გავაკეთებო და გააკეთოსო და რომ გავაკეთე გაოცებულები დარჩნენ მოკლედ რა. მაგრამ როგორც მათი შემოსავლები გაიზარდა და უბრალოდ რა მდგომარეობაშიც ეგენი ჩავაგდე, ჩემი ხელფასი ეგრე არ გაზრდილა. იმიტომ რომ ნუ აი მაგათთვის ვაჭრობა არის, არ ვიცი რა, ვაჭრობა არის ღმერთი და რას უფრო მეც მოგიგებენ ეგ არის თემა და მე ეს არ შემიძლია. არ მე ვერ ვიტან ჯერ ერთი ვაჭრობას, რა თუ მეკუთვნის უნდა მივიცე.
ადამიანსაც და თუ მეკუთვნი უნდა მომცე მოკლედ რა. მეთქი თუ ჩემი ძმა ხარ, მაგრამ ხა მე ჩემი ინტელექტით მაგაზე მემუშავა, ბევრად წინ ექნებოდნენ, ვიდრე მე ჩემი ინტელექტით ჩემზე მემუშავა და მე მაწყობდა საბოლოო ჯამში ჩემ თავზე მემუშავა, ვიდრე ჩემი შრომა, ენერგია და ინტელექტი ვიღაცასთვის დამეხარჯა რა. აქ გოიმი არავინ არ არის ბოლოს და ბოლოს რა. მაგათ აქვს ეგეთი გამოთქვა გოიმიო და ჩვენ გვთვლია გოიმება და მე პირიქით ვთვლი. და ასეც მოიქეცე, ანუ შენ თავში ჩადე ის ინვესტიცია ემოციური თუ ინტელექტუალური, რასაც იმათვის აკეთებ. რა თქმა უნდა. და როგორ გაგრძელდა შენი კარიერა ამის მერე? ნუ მაქვს მიკროსაფინანსო დღესაც არაჩვეულებრივი. შენი. ჩემი და ნუ ეს წილები მე დავარიგე მენეჯერს ვაჩუქე წილი საკმაოდ ისეთი, იმიტომ რომ ძალიან კარგად წაუძღვა ფული მის შადო ინვესტორებს მივეცი და ავაწყე ძალიან სერიოზული, ესე ვთქვათ, კონსტიტუციით კომპანია, რომელიც დღესაც მუშაობს და სადავო არაფერი არ არის და სიწყნარე არის და სოლიდარობა და ძალიან დიდი სიყვარული ერთმანეთის. ანუ ესე შენი, ესე იგი წარმატებული სტარტაპი. ჩემ აქტივში შემიძლია ჩაიწეროს. და აი ყველაზე მე დაიწყო ტენე. ამის მერე დაიწყო ტენე. ხო. რომელშიც მთელი გული და სული გაქვს ჩადებული. მე კიდე ავტოჰაბი იყო, ანუ ეს ებრაელებს მოკლედ რა, იმდენად ფესვები მქონდათ გადმული ამ ევროკრედიტში ყველაფერში და იმდენად მე ვაკონტროლებდი ყველაფერს, რომ ამ ებრაელებს ვუჟნობდი, რომ აღარ უნდა ტეშინოდათ ჩემი და მათი იყო კომპანია რა და ეხლა მე ინტრიგნობას ვერ დავიწყებდი, რომ ის მომეცით, ეს მომეცით და რაღაცა რა, ნუ არ უნდათ რა, მივხედავ რა ჩემს საქმეს რა. ხო და გადავალ მეთქი სხვა თემაში რა წამოსვლა მინდოდა იქიდან. მე ავტოჰაბი გავაკეთეთ, მანქანების ყიდვა გაყიდვა და მოკლედ თან ესეც საკმაოდ დიდი ხმაური ავტეხეთ ამაზე და დიდი მოძრაობა. მაგრამ რაღაცნაირი ისეთი გეგმა დამიწეს, რა თუნდა და პირდაპირ თქვა. რო ვერ შევასრულებდი ისეთი გეგმა დამიწესეს, რომ თუ ვერ შეასრულებ, კარგავ წილს რა და ანუ მოკლედ რა ჩემი ფულის ჩავდე და ამაკარგინეს რაღაცა გარკვეული ფული, მე თავისთავად თქვეს, რომ არა სანდრო შეცვალეს რაღაცები, მოკლედ რა. გადიყავით მეთქი მიხედავ ჩემ. და შენი ცხოვრების ყველაზე ესეთი ძიმე ან ბნელი პერიოდი შეგიძლია გაიხსენო? ძნელი პერიოდი ალბათ არ ყოფილა. ესეთი ძნელი პერიოდი. ნუ ძიმე დღეები და მომენტები იყო, რის გამოც რაღაც კონფლიქტები მომივიდა ისე შეცდომა დაუშვი რა, ეხლა შენი მეგობარი რომელიც უსაქმური არის რა და ქუჩაში დაყიალოს, ხო? ის ესე ვთქვათ სამსახურის რომ იყო სამსახურის დისციპლინას ის ვერ დაიცავს, თან მეგობრები ხართ და მოკლედ რა. ხო დაუშვი, რა თქმა უნდა მე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვი. ერთ-ერთი ეს იყო რა მოკლედ არ უნდა მეჩქარ. ანუ თან ყველა მეგობარი მე ავიყვანე, ყველა ჩემიანი მე დავასაქმე. ხო და ბევრი შემთხვევაში ძალიან კარგად დამიბრუნდა და ბევრი შემთხვევაში თუდად დამიბრუნდა და მეგობრობაც ან დასრულდა და ან აირია და არ უნდა მექნა რა თქმა უნდა ამეყვანა და იმათ თავისთვის ეშოვათ. და ეს ყველაფერი არ იქნებოდა რა, ანუ ძალიან გავირთულე სიტუაცია და აი ეს ცირთულეები შევხედრია ცხოვრებაში, თორე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. აი ესეთი არ ყოფილა, რომ აი ძალიან იმედგაცრუებული ხარ, რაღაც დაკარგული мотиваცია და არიცი, აი როგორ გააგრძელო, საიდან მოიტანა ეს ენერგია. შენ კი ამბობდი, რომ ბავშვობიდან ვერ მაჩერებდნენ, მაგრამ ეს რამდენი ხანი გაგრძელდა? აი ასეთი ენერგიულობა. ეხლა ვარ მაგ მდგომარეობაში რა, რომ რაღაცები გაიჭედა რა, ერთი საქმე კარგად მიდის და არჩენი სიტუაცია ცუდად მიდის რა და რაღაცები გაიჭედა, მოკლედ რა თქვა რა. და მქონია ესეთი მომენტი, რომ აი რა ისქენი რა როგორ მოვედი აქამდე და სად გავყავი თავი ზოგიერთი დღე არის ესეთი მოკლედ რა, მქონია ზოგიერთი დღე ესეთი. და მე მაგ ფიქრები. და ძართული мотиваციის პოვნა რა, ძალის პოვნა ესეთ დროს. მაგრამ აი როგორც წესი ისე უნდა გვახსოვდეს, რომ არ უნდა გავჩერდეთ არც ერთ შემთხვევაში, როდესაც мотиваცია არ აქვს, როდესაც ცუდად არის საქმე, როდესაც გამოსავალი არ ჩანს. მაინც მოძრაობა წყალივით, თერგივით აუცილებლად. და ეს მოძრაობა მოიტანს ახალ პერსპექტივებს და ახალ გზას. შენთვის რა არის ეს, რასაც მოძრაობაში მოყავ ხარ? ფიქრებით შვები მაგას? არ ფიქრებით შვები. ანუ პრობლემებზე ფიქრით და გადაჭრების გზის მოძიებით. იმიტომ რომ
ძალიან არასტანდარტულ გზებს პოულობ, გამოსავლებს პოულობ. ზოგადად ხა ზოდიაქოების არ მჯერა მაინც და მაინც, მაგრამ აი რაც ჩემზე წერია 7-იანზე და მერწყულზე რაც წერია, ნამდვილად ესე ხდება. ხანდახან რო ვკითხულობ, მართლა ჩემ თავზე ვკითხულობ, ხვდები რომ აი ისეთ პრობლემაზე, რასაც ვერავინ ვერ წარმოიდგენს, როგორ შეიძლება მოგვარდეს, აი რაღაცა ისეთი გამოსავალი, არასტანდარტული და გაუგონარი გამოსავალი შეიძლება გამოვნახო და მართლა გავიყვანო სიტუაცია სამშვიდობოს, რომ შენ თვითონ გაგიკვირდა. მე თვითონ შეიძლება არ გამიკვირდეს, იმიტომ რომ მე ამას ხედავ რაღაც წილად რა, მაგრამ ძალიან გასაოცარია ხოლმე უკვირთ ადამიანებს რა. რო გავხდი წარმატებული და ჩემი სამყოფი, ჩემი ოჯახის სამყოფი და მოკლედ შემოსავალი საკმაოდ გამეზარდა და მე თვითონ დიდად ჩართვა არ ჭირდებოდა და ნორმალურად მუშაობს ყველაფერი. აი ესეთი ენერგიული აღარ ვიყავი რა, აი უბრალოდ დელეგირება გავაკეთე და ნახევარი ყურით და თვალით მართავდი და მივანდე მოკლედ რა ვიღაცებს. მაგრამ თუ გინდა კარგად გაკეთდეს ეს რაღაც, უნდა გააკეთო შენ თვითონ. ესეა ნათქვამი. ხო და ვერ ვაკეთებდი, ამას ვეღარ პოულობდი мотивაციას, რომ აი ენერგიულად მივარნილიყავი და მოვარნილიყავი და მეთქი დავკარგე ეს ჩემი мотивაცია და ჩემი შესაძლებლობები ვიფიქრე დავკარგე, მოკლედ აღარ მაქვს გავხდი რაღაცა 30, 35, 40 წლის და აღარ მაქვს ეს мотивაცია. მაგრამ აი ნელ-ნელა დაგროვდილმა პრობლემებმა ამ კომპანიებში რა, უკვე მაიძულა რომ ან უნდა მოაგვარო, ან მოკლედ რა რაღაცნაირი რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღო რა. ან რთულ შედეგებამდე მიხვალ რა. და შენ გაჭირვება მანახეთ და გაქცევას მე განახებო, აქვს ჩვენს ერს არაჩვეულებრივი გამონათქვამი და ზუსტად ჩვენი ერის სიბრძნის მიხედვით როგორც კი რაღაც კრიტიკულ მომენტს მივახლოვდა, ჩემი мотивაცია გაიზარდა. აბსოლუტურად იგივე ზომი და ენერგიით დაბრუნდა. ანუ შემიძლია ყველაფერი გადავდო და აი ის გავაკეთო. და აი წარმატებაზე როცა საუბრობენ ხოლმე, შენთვის რა არის? შენთვის რა იყო წარმატების ის მეორე მხარე, რისი გადახდას მოგიწია ამ წარმატებისთვის? წარმატებისთვის რისი გადახდა? რა ვიცი, შურს ხვდები ხშირად რა. რას ხვდები? შურს. ადამიანი მოწყობილია, არც უნდა გეწყინოს სადღაც ეს ყველაფერი, ადამიანი ესე მოწყობილია ბუნებრივად, რომ ძალიან ბევრს არ უხარია შენი წარმატება, ახლობელს შინაურს არ უხარია. არ უხარია არ სიამოვნებს. ახსოვ ხარ პატარობაში სიტყვაზე წარმატებელი, უქონელი და რაღაცა და ეხა არ უნდა რომ ესეთი იყო რა. ვერეგუება. ხშირად ეს არის ფასი. ეს არის შენთვის? ხო რა. ისურვებდი რომ ეს არ ყოფილიყო. აი ზოგისთვის მაგას არ არის ესე და ჩემზე არ მოქმედა გახდეს წარმატებული იყოს მაგარი რა ვიცი. პირიქით ყველას ხელს უწყობ, მაგრამ უკან ესე თქვათ უკუგება არ მაქვს. რო გითხრათ. სიმართლე. ისე რა გულახდილი საუბარი. ხა ვიღაცამ შეიძლება ეს მონათლოს, აი რა ამპარტავნება, უკუგება არ მაქვს რო ამბობენ. შენ ძალიან გულახდილად ამბობ ყველაფერს. ვიღაცა დამალავდა და რაც უნდა ის თქვან, არ სიმართლეს ვამბობ მოკლედ რა. ბევრს კი არ ვამბობ ამ თემებზე, ბევრს კი არ ვლაპარაკობ. კი მithქვამს რომ ჩემ შეცდომებზეც მილაპარაკე. ქება არ მიყვარს თავის, თუმცა კარგი წარმოდგენა მაქვს, არ მაქვს ცოტა მცირე წარმოდგენა საკუთარ თავზე, მაგრამ არ მიყვარს ქება საკუთარი თავის და ამაზე ლაპარაკი. მიყვარს სიმართლის ლაპარაკი და გულახდილობა მიყვარს რა. ფაქტებით. აშკარად. და შენ რა თვისება შეგძინა აი ამ ბიზნესში და კარიერულ აი ამდენ საქმეში ჩართულობამ. ეხლა არიან ადამიანები თავიდანვე, ბავშვობიდანვე თავდაჯერებულები არიან, ბავშვობიდანვე რაღაც მიზანსწრაფულები, მაგრამ არიან, ვინც ამას სწავლობენ, ან სწავლა უწევთ. შენ რისი სწავლა მოგიწია გზაში? ან შემოგესწავლა? გზა ყველაფერი შემომესწავლა გზაში. და ეხლაც გრძელდება ეს გზა და სწავლაც ეხლაც გრძელდება. მე მჯეროდა ყოველთვის რომ მე აი რაღაცას გავაკეთებთ, მაგრამ რას წარმოდგენა არ მქონდა. და როდესაც მე წარმატებული გავხდი და
თან ხალხი შეიცვალა, რომელიც ცოტა სხვანაირად გიყურებდა, მე სხვანაირად დაიწყო შენი ყურება, ქცევა შეიცვალეს და მოკლედ რა. ეს ხალხი იცვლება ჩემ გარშემო, გაჩნია რა ფეხი წამოვკარი, რა სიტუაციაში, რა მდგომარეობაში ვარ, იცვლებიან ადამიანები ჩემ გარშემო. ესე წარმატებული რო გავხდი და ბევრს მივახციე და ვნახე რომ რაღაცეების გაკეთება შემიძლია და უეჭველი შემიძლია გაკეთება რა. მე უკვე დავიჯერე რომ აი რაც მჯეროდა ეს რეალობა იყო. კი მართალი ვიყავი, მე შემეძლო მართლა. მანამდე აი რწმენა მქონდა უფრო ალბათ რა. აი მე მჯეროდა მარტო საკუთარი თავის და სხვებს არავის არ ჯეროდა. ვერ გეტყვი რომ ვინმე ჯეროდა. არ ვინმეს რამე დაინახა ჩემში. მე ვხედავდი და მე ვიყავი ჩემი თავის საკუთარი თავის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და არ დავნებდი მოკლედ რა. და ეხლა უკვე ვიცი რომ ბევრი რამე შემიძლია. ეს თან დავტესტე რომ мотиваცია რომელიც დაკარგული მქონდა თურმე აქ არის. ხო ის რო თქვი გაჭირვება მანახე და გაქცევას. შენ ცხოვრებაში ფული რა პრობლემას ვერ წყვეტს? ბევრ პრობლემას ვერ გადაწყვეტს ალბათ და თან ძალიან ბევრსაც გადაწყვეტს. ანუ ფული ერთდროულად ძალიან ცუდი ტიპია და თან ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ფული ძალიან უცნაური რაღაცა არის რა. და დამენეჯმენტება ჭირდება ფულის ქონას და არ ქონასაც. თუმცა მერჩევნია ვიცხოვრო ფულით ვიდრე უფულოდ. დამენეჯმენტებაში რა საერთოდ ინსტრუმენტი უფრო არის რომ ფული რომ აი რაღაცა შესაძლებლობები მქონდეს რაღაცა ვაკეთო და აქტიური ვიყო და მოკლედ რა. ფულმა თავის რწმენა მომიტანა. მე თუ ეჭვებით ახსავსე ვიყავი ახალგაზრდობაში, სანამ ჩემ მიზნებს არ მივახციე, სანამ არ მასშტაბირება არ გავუკეთე და გავზარდე ეს ჩემი წარმატება, მე ჩემი თავის ბოლომდე ვერასდროს ვერ დავიჯერე. საბოლოო ჯამში ეს რწმენა, თვითდაჯერებულობა, საკუთარი თავის პატივისცემა, მე სიყვარულიც აღარ ვერჩოდი მე იმდენად ჩემ თავს. მოიტანა წარმატებამ. და მანდამაც არ მინდა რომ ფული ვთქვათ რა, არ მიყვარს მოკლედ. ფული წარმატებასაც თავისი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო. ესე იგი 21 წლიდან დავიწყე მუშაობა. უნივერსიტეტის ბოლო გამოცდა მქონდა რომ ბანკში დავიწყე მუშაობა და მუშაობდი ლილოს ფილიალში დავდიოდი, სამ ტრანსპორტს ვიცვლიდი რომ მივსულიყავი საკრედიტო ოფიცრად ხელფასი მქონდა 250 ლარი და ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა და ბედნიერება. რომ უბრალოდ სწავლის საშუალება მქონდა და სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალება მქონდა. 21 წლიდან არ გავჩერებულ ვარ. შრომობდი, 5 წელი ვიყავი გერმანულ ბანკში. სერიოზული, ესე ვთქვათ, გრაფიკით და მოთხოვნებით. მერე გადავედი ებრაელებთან. და იქაც ძალიან დიდი ენერგიის ჩადება და შრომა მომიწია იმისთვის, რომ ის კომპანია წარმატებული გამეხადა. და ამასობაში ესე იგი 7 წელი გამომივიდა თუ არ ვცდები 2017 წელს მოკლედ წამოვედი. ეხლა არის 2026 თითქმის 10 წელი. აი ეს 10 წელი ხო მე ისე აღარ მიშრომია. თავს მივეცი უფლება რომ დამესვენა, გართობილიყავი, ღამეებიც მეთენებინა, სადღაც და საქმე ერთი დღით კიდე გადამედო და ნუ მოკლედ რა. ბოჰემურ ცხოვრებას ვიყავი, ასე ვთქვათ, ხელი. ეს ის პერიოდი იყო, ესე მინდოდა მოკლედ რა ვთქვა. ეხლა ისევ დამიდგა ის პერიოდი, რომ მაინტერესებს და ჩემი თავის გამოცდაც მინდოდა და დავინახე უკვე რამდენად შემიძლია, რამდენად სერიოზულად შემიძლია შევცვალო კურსი და მოკლედ ვიმუშაო 24 საათი მაგალითად. და ობსესიურად ვიყო ატანილი აი ამ საქმის კეთებით და რაღაცა მიზნის მიღწევით. ანუ ეს ჟილკა ქვია ისევ რუსულად და ეს ჟილკა ჩემში ისევ ცხოვრობს. და რა მიზანი გაქვს ახლა? ნუ არ ვიცი ხა ამ კომპანიებს უნდა მივხედო, რომლებიც მაბარია და მე შემდეგ ეტაპზე რო გადავალ და გავიხედები გამოხედ კიდე უფრო დიდი და მასშტაბური და უზარმაზარი გავაკეთო, რა არ ვიცი. რაც გამიხარდა რაღაც. მაგრამ რაღაც. ეხლა ახსენებდი რომ თუ რამის გაკეთება გინდა შენ თვითონ უნდა გააკეთო. და აი ასეთ დროს გიფიქრია რომ აი მე ვარ მარტოსული. აი ყველაზე მარტოსულად გიგრძნია თავი და რა პერიოდში გიგრძნია შენი ცხოვრების? მარტოსულად არ მიგრძნია თავი.
თუმცა ადამიანი ზოგადად მარტოა რა. რეალურად არავინ არ ყავს ადამიანს. ცხოვრებაში არის მარტო და ეს არ არის პრობლემა. ეს არ არის ტრაგედია. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, მით უფრო შვიდად ლაღად ვიცხოვრებთ. რატო მეგობრები, თუნდაც პარტნიორები, ოჯახის წევრები? ხო, ოჯახის წევრებს ვერ გამოვტოვებ ნამდვილად და გულითად ნამდვილ მეგობრებსაც ვერ გამოვტოვებ ნამდვილად რა. შეიძლება არ ვთქვი ახლა ბოლომდე სწორად ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი კავშირი არის რა. ოჯახი და ესეთი ძლიერი მეგობრობა. მაგრამ მაინც რაღაცები იჩენს ხოლმე თავს და არის პრობლემები და მანდ მაინც ყოველთვის იმედი ჯობია ალბათ არ გქონდეს. შენი თავის გარდა, არა ვიცი. Yes. წარმატების მერე უფრო ბედნიერი გახდი? კი, რატომ არა? კი. წარმატებამდე რო გაიხსენო, შენი ბედნიერების დონე. თავდაჯერებული გავხდი, უფრო შვიდი, უფრო ლაღი. წარმატებულობა იყო ბავშვობა, წარმატება კაცობა უკვე. ბავშვობაში არ ვიყავი სიტყვაზე ბევრ რამეში დარწმუნებული. არ ვიცი, ჩემს ცხოვრების ყველა ეტაპი მომწონს და რაც უფრო გადის დრო, უფრო მეტად მომწონს. საერთოდ ყველაფერი საინტერესოა. რაც უფრო გადის დრო, რაღაცები უფრო რთულდება, უფრო იხვევა და ხუჭუჭდება, მაგრამ მეც გამოცდილება უფრო და უფრო მემატება და უფრო მეტად ესე ვთქვათ ძლიერი ვხდები, რომ რაღაც პასუხები გავცე ამ გამოწვევებს. ეხლა ყველა ეს ბიზნესი რაც გიკეთებია, ეს სტარტაპი, აი რო გაქრეს ერთ დღეს. აი ვინ ხარ? სანდრო ლილუაშვილი ვინ არის? თავისი წარმატების გარეშე. იცი რა არის, ძალიან ცუდი იქნება ეს ყველაფერი, რომ გაქრეს და წარმომიდგენია და ძალიან გამიჭირდება, ვფიქრობ. ძალიან გამიჭირდება. თუმცა უბრალოდ იქიდან გამომდინარე გამიჭირდება, რომ შეჩვეული ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა ეს ყველაფერი თუ ჩამოიშლება და ეს მოკლედ რა. საბოლოო ჯამში რაღაც პერიოდის მერე რჩება უბრალოდ ადამიანი და პიროვნება, რომელიც ცხოვრობს და ცხოვრება მშვენიერი არის. გინდა წარმატები და გინდა წარმატების გარეშე ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ეს უფრო კომფორტული არის რა. ხო, ბევრ ადამიანს ძალიან დიდი კრიზისი ექნება, როდესაც ძალიან ბევრი რამე შემექმნება ძალიან დიდი კრიზისი, ეს ყველაფერი რომ გამომაცალო. მით უმეტეს ისე დინამიკაში ვარ და ისე აზარტში ვარ ახლა რომ მაგრამ გავადრო და შეეგუები ამ ყველაფერს გააგზავნებ ჩვეულებრივად ცხოვრებას რა. შენი აზრით რა არ არის წარმატება, რაც ხალხს გონია რომ აი ეგ არის. რა შეეშლებათ? ანუ წარმატება უკვე ძალიან ბევრი რამე არის ადამიანის ცხოვრებაში რა. უბრალოდ ჩვენ ამის მიხვედრა და დანახვა გვიჭირს და ამას ფარავს ბევრი რაღაცა ეს კონსიუმერული ბრჭყვიალა რაღაცა განსაკუთრებით Instagram-იდან ალბათ რომ ესე უნდა იყოს და ისე უნდა იყოს და იმ რაღაცა ოცნებებისკენ უფრო მიგვიწევს თორე ადამიანებს მოკლედ რა არ ვიცი ზოგადად ადამიანს რა ჭირდება წყალი, ჰაერი ნუ რაღაცა საკვები რა იცხოვროს ტყეში და არაფერი არ ჭირდება. იმისთვის რომ იცხოვრო. მაგრამ მე ჩვენ გვინდა ეს გვინდა მოკლედ რა და მე რაღაცნაირად არსებობას ემსგავსება ცხოვრება. არა და თუ გადავწყვეტ რომ ეს საკმარისია, ვიქნებით ძალიან კარგად. ქონია თუ არა ცხოვრებაში ის მომენტი, როდესაც მიხვდი რომ ფული, უფრო მეტი ფული ვეღარ ცვლის შენი ცხოვრების ხარისხს უკეთესობისკენ. არ ქონია. არ ქონია. ყოველთვის ცვლის უკეთესობისკენ. რა არის აი ეს? ნუ რაღაცა შესაძლებლობები. ანუ ვფიქრობ, არაფერი იდეაში არაფერი არ არის, მაგრამ მაინც კარგი არის რა ეს მატერიალური შესაძლებლობები, როდესაც შენ ახლობლოს, შენ ოჯახს პირველ რიგში, რაღაც მოკლედ რა, მნიშვნელოვანია რა ადამიანებს ჭირდებათ. არსებობისთვის ეს. ხო, მაგრამ აი იმ ზღვარზე ფიქრობენ? აი ფიქრობ შენ ზღვარზე, რომ აი აქამდე მივალ და იმის მერე არ მიღირს. არ ვფიქრობ. მაგრამ თუმცა რა ვშვენი რომ ცხოვრობ რა რაც მაყოფილი ვარ არ ვიცი არ ვყიდულობ დიდ მანქანას არ ვყიდულობ ძვირიან მანქანას შემიძლია რომ ვიყიდო და ვიარო და რაღაც
მაგრამ არა დავდივარ ავტობუსით, ფეხით, სკუტერით, მოტოციკლეტით, რა მყავს რაღაცა მანქანა მყავს და ყოფნის მოკლედ რო თქვა ძალიან იშვიათად ჯდები. თეთრი ტაქსით მიყვას სიარული, იმიტომ რომ საცობების garaში მოვსრიალდები ხოლმე. აქ ძალიან თამამად მოვედი, იმიტომ რომ ყაზბექი ისე გამოვიარე ბასლეინით, არა ლაინით. ბასლეინით ისე გამოვიარე, რომ ძალიან სწრაფად მოვსრიალდი, კი რა მოგასწარე. ხოდა აქედან მე დაგტოვებ. შენთვის აი ეს ქვეყანა საქართველო როგორი ქვეყანაა? აი ახალგაზრდა მამაკაცისთვის, რომელსაც აი ენერგია აქვს ძალიან ბევრი, იდეები აქვს ძალიან ბევრი და უნდა რომ რაღაცას მიაღწიოს. საუკეთესო. რატომ? არ ვიცი, შენი ქვეყანა პირველ რიგში შენ ენაზე გელაპარაკებიან. იცნობ ყველგან და ყველაფერს. შენი ხალხია, მოკლედ, ყველაზე მეტად ქართველები მიყვარს საბოლოო ჯამში. სად ვიცხოვრობდი და თბილისში, სადაც ცხოვრობ, იქ ვიცხოვრობდი. არ ვიცი, ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, რაც ვილაპარაკეთ, აქამდე და რაც მოყვევი, ანუ ჩემთვის არავის არაფერი უჩუქნია და არც დაუტოვებია, რაც ვაკეთე, იყო ჩემი მონდომების და ჩემი სურვილის და შრომის შედეგი. ხოდა მე რომ მუშაობას ვიწყებდი, ეხლა თანამშრომლის აყვანა რომ მინდა, ხანდახან გასაუბრებაზე რომ ვიბარებთ თანამშრომლებს, ზოგიერთი არ მოდის ხოლმე. და მე რომ მუშაობას ვიწყებდი, შრომის ბაზარზე იმდენად უბედური მდგომარეობა იყო 2005 წელს, რომ ოღონდაც სტაჟირებაზე ვინმეს ავეყვანე, მე და ჩემი ოჯახი მზად ვიყავით, რომ აქეთ ფული გადაგვეხადა. სტაჟირებაში ვინმეს რამე გადაეხადა კი არა. ანუ ფასად კი არა, ფულს გადავიხდით, ოღონდ ეს რაღაც 3 თვე სტაჟირება გამეარა და ნუ მოკლედ CV-ებს გზავნიდი, ჯობსჯიზე რას კი ვაკანსია იყო, ყველგან გზავნიდი მოკლედ რა, რომ მუშაობა დამეწყო და მაშინ საერთოდ არ იყო მუშაობის დაწყების საშუალება. დავიწყე, ვისწავლე, განვითარდი, დავწინაურდი. მე ის წოდნა გამოვიყენე კიდე სხვაგან. ჩემი პირადი შექმენი, რა ვიცი, ხა იმ დროიდან მოვდივარ და ვინ რა უნდა თქვას, ხა რომ არ არის საშუალება დღეს მით უმეტეს. და დღეს არ მოდიან გასაუბრებლად. ანუ ძაღლში ნარვარგო და გარეთ გარბოდა. თუ პესიმისტი ხარ, ყველგან იწუწულებ მოკლედ. ხო, ამ ქვეყანაში თუ სხვა ქვეყანაში? ყველგან. მაგრამ დღეს ეხლა გასაუბრებაზე რო არ მოდიან, მაგაზე გამახსენდა, რომ დღეს ამბობენ, აი 20-იან წლებში ვინც არის რა, 20-დან 30 წლამდე, რომ რატო ვიმუშაო სხვაზე, ჩემსას გავაკეთებ. ესე რო ახსენე მე ბრაელებზე. გააკეთო, ნუ უბრალოდ სტატისტიკა ესეთია, ხო, 10-დან 1 ამართლებს, ანუ ამ პირველ ჯერზე გიმართლებს, არ მე-5 ან მე-10-ზე. მე მაგალითად მე-4-ზე გამიმართლა. და კარგი იყო. მე-10-ზე რო გაემართლებინა, არ ვიცი, იქნება ამ გზაში გავტეხილიყავი კიდევაც და მე-10 ჯერ აღარ მეცადა. ხანა მე სირთულეები არის წარუმატებლობა, ანგრევს ადამიანს ფსიქოლოგიურად, რო არ გამოსდის მეორეჯერ აღარ უნდა ხელის მოკიდება. ახლა ჩემი თვისება წარმატების ერთ-ერთი ფორმულა, ესე თქვა, რა ვთქვა, რა არ ვეშვები მოკლედ რა. კონსისტენსი. კიდე, რა თქმა უნდა, დაართული პერიოდი არის, რომ დაენარცხები და დავარდები, მაგრამ ის არ გრძელდება ერთი კვირა, 10 დღეო, 2 თვე, ნუ პოულობ ენერგიას, ახალი იდეები მოგდის. ენტები. ხო. აი ხა Gen Z-ზე რო საუბრობენ ხოლმე, რომ ისინი თითქოს არ კადრულობენ რა, ჩვეულებრივ რაღაც ოფისურ სამსახურს, ვიღაცაზე მუშაობას, თვითონ უნდა ყველაფერი გააკეთონ, იმიტომ რომ საზღვრები არ არის. ინტერნეტით ყველაფერს შეძლებენ. ხო, ეხა უსაზღვრო შესაძლებლობებია, ინტერნეტი ახსენე, ხო? 2005 წელს ინტერნეტი იყო მეილის გაგზავნა და დაგუგლვა. მეტი არაფერი არ იყო. ხო? YouTube არ იყო სიტყვაზე და მოკლედ რა. ეხა დისტანციურ სამუშაო შეგიძლია მილიონი ნახო. ანუ აბსოლუტურად სხვა სიტუაცია, ჯერ ეკონომიკა რამდენად დიდი არის. 2005 წელს საცობები არ იყო თბილისში. ეხლა გადაჭედილია ქალაქი, ეს ეკონომიკურ ზრდას მიუთითებს ცალსახად. ანუ იმდენი ბიზნესი და დაფუძნდა ინვესტიციები შემოვიდა, ქვეყანა ვითარდება, ხა გინდა არ გინდა ამას თვალის დახუჭვა, კიდე არას თქმა არის აბსოლუტური სიჯიუტე. ათვარფე.
და ამ ხელა ეკონომიკაში ამდენ ბიზნესში როგორ შეიძლება ადამიანმა რაღაცა ვერ ნახო, ისწავლო, განვითარდე, წინ წახვიდე. გინდა სამსახურში დაწინაურდე, მერე გინდა შენი შექმნა. სადღაც უნდა დაიწყო მუშაობა, რაღაცებზე აზრზე მოხვიდე, ისწავლო, უყურო, რა ხდება, ჩამოაყალიბო რა გინდა და დაიწყო მერე იმის კეთება. და მიუხედავად ამისა, დღეს ქართველის მთავარი პრობლემა რა არის? ანუ რო ვერ აღწევს ქართველის? ჩვენი ბრწყინვალე სიამაყე. სიზარმაც. ეხლა რუსული არის ძალიან არაპოპულარული, მაგრამ უნდა თქვა რუსები გადავენ, რომ გრუზინი разделись, пришли в этот мир, чтобы отдыхать. ანუ ჩვენ მოვევლინეთ ამ ქვეყანას დასასვენებლად. ამოვედით ამ ქვეყანას დასასვენებლად. ჩვენ ვართ ესეთი ტიპაჟები, რა ძალიან ამაყები ვართ. იმ დღეს ესე იგი რაღაცა სტატიას კითხულობდი და აი იმან რომ ჩვენ ვართ ავტოქტონური ერი, ეს იმას ნიშნავს, რომ 4-5-1000 წლის წინ ნამარხებში აღმოჩენილი ადამიანის დნმ დღევანდელს რო შეადარე 70%-ით ემთხვევა, ანუ არ წავს აქ ვიყავით და არ წავს ვართ. ვართ, ასე ვთქვათ, აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განშტოებაზე და აღმოსავლეთიდან რო დასავლეთში მიხვიდე, უნდა გაიარო სადღაც ჩვენს ქვემოთ მოკლედ რა. იქ მოხვედრა ვისაც უნდა ევროპის დაპყრობა ვისაც უნდა ყველა ვარიანტი ჩვენზე უნდა გამოიარათ და გადაიარათ. ძალიან დაგვეხმარა რა თქმა უნდა ეს თები და ბუნებრივი ზღუდე რომელმაც დაგვიცვა და შავმა ზღვა. მოკლედ მოდიოდნენ, გადაგვივლიდნენ, კლავდნენ, გვანადგურებდნენ, ამოგვაგდებდნენ, გადავრჩებოდით მაინც, ჩამოვიდოდით. თაში გავიხიზნებოდით, ჩამოვიდოდით, დასავლეთში გადავიდეთ, აღმოსავლეთში გადავიდეთ. მერე იმპერია დაეცემოდა, ვიღაცა სიძლიერე კიდე ხელახლა დაიწყებოდა ეს ყველაფერი, კიდე გაუძლებდით, კიდე ძალიან მოკლე და აი ესეთ წრთობაში გამოვიარეთ რამდენი 8000 საუკუნე მოკლედ, ხო? კარგად 8000 წელი. და ჩამოგვიყალიბდა ხასიათი, რომ ამაყები ვართ იმით, რომ ვერ დაგვამარცხებ, ვერ გაგვაჩერებ. აქამდე აღარ უნდა ვარსებობდეთ, უნდა გაანადგურებული ყავით, მაგრამ დღემდე მოვედით რაღაც უცნაური გზით და ვართ სუპერ ამაყები ამ ყველაფრით. და აი უზუსტად ამ ისტორიამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ ვართ ამაყები და ეხლა ეს ქარხანა მაქვს სიტყვაზე USB კაბელს ვამზადებ, ხო? აი ჩინელი, ან უზბეკი, ან ეს თქვათ ირანელი, რასაც დადგება და იმუშავებს სიტყვაზე დანადგართან, ხო? ქართველი იმას არ იმდენს არ იმუშავებს, არ გააკეთებს, არ შეუძლია რა არზის მის ანუ დაუმორჩილებელი ამაყი ხალხი ვარ და მინუსებიც აქვს, მაგრამ პლუსებიც მე ზუსტად აი ამ სიამაყის გამო მიყვარს ქართველები, იმიტომ რომ პლუს კიდე ბევრ რამეში არ ხურდავდება ქართველი, რასაც ვიღაცა დახურდავდება რა. რაში არ ხურდავდება? ნუ რავი, ერთ ლარად არ დახურდავდება მოკლედ და კაპიკზე არ გამოგეკიდება. საბურავის დაბერვაზე ლარი გადამიხადდეო, არ მოგთხოვს და საზღვარგარეთ ურჭველი მოგთხოვს, ან აი პატარა რაღაც გაგიკეთე და ფულზე გადაითვლება და გადახურდავდა. ქართულს არ მოსწონს, ქართულად მიდი კაცო დაბერე რა. ჰაერია რა, საბურავია და აი ეს მიყვარს ჩვენ ხასიათში. ვაჟკაცობა მიყვარს. ესე ოჯახის შვილობა მიყვარს, ოჯახის სიყვარული მიყვარს, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა 17 მაისია ხო, ოჯახის სიწმინდის დღე. მე ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდის დღე არ ჭირდება ყოველი დღე ოჯახის სიწმინდეა საქართველოში. იმიტომ რომ ოჯახი არის პირველი ინსტიტუტი ჩვენთვის, ხო, უპირველესი და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რა, ადამიანს აუცილებლად უნდა ყავდეს ვიღაცა ძალიან ახლობელი და ეხლა მე ჩემთვის ახლა წეგან კი ვთქვი რომ ადამიანი მარტოა თქმა, ჩემთვის ახლა ოჯახი უტყუარი თემა არის რა, ვიცი რომ რა ვიცი, ტყუაზე გადაეფარებიან ჩემი ოჯახის წევრები, ერთმანეთისთვის გადავეფარებით მოკლედ რა, ვიცი ნამდვილად და ამიტომაც ძალიან ვაფასებ და მიყვარს კიდე ქართველებში. ხო, მეც ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და ცოტა გულზე მხდება ხოლმე რაღაც ცუც რომ ამბობენ, თუმცა გვაქვს ძალიან ბევრი რამე, რაც გამოსასწორებელი. ეხლა რუსები რო ახსენე შენ. აი ხა როგორ უნდა მიხაროდეს ამის თქმა, მაგრამ
ჩემ თვალში რუსები რო არიან შრომის მოყვარეები და მონდომებულები და ჩვენზე ძალიან ბევრად წინ არიან. აი სამწუხაროდ ესე არ არის, რას ფიქრობ? ცალსახად ეგრე არის და ვისაუბრეთ ჩვენ და ერთ-ერთი ჩემი კიდე ერთ-ერთი ბიზნესი არის პროფილაქტიკა და ჩამოსული არის რუსი და მუშაობს მღებავი, მალარი. ანუ შედეგებს დებს 4-ჯერ 5-ჯერ უფრო მეც და ჩვენ ახალი წლის მერე დღესასწაულები გვაქვს, მერე კიდე ახალი წელი მოდის, მერე კიდე ნათლისღება, ხო, 19-ის რო თახსოვს. მერე კიდე დღესასწაულები, მერე აღდგომები. კიდე ემატება ამდენი დასვენება. მერე მოკლედ რა დილას მოსვლა არ გვინდა სამსახურში და ისინი მუშაობენ. თავისთვისაც შეულობენ, საქმესაც აკეთებენ, კარგადაც აკეთებენ, ალაგებენ კიდეც, წმინდავენ კიდეც. მაგრამ ჩვენ ეს არ გვაქვს. შენ როგორ იპოვე და იპოვე თუ არა შენი მისია ცხოვრებაში? როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ იპოვე ჩემი მისია ცხოვრებაში. და ვფიქრობ რომ რაღაცილად ჩამოყალიბდი პიროვნებადაც, იქიდან გამომდინარე რომ მარტო საუბრით კი არ ვლაპარაკობ ამას, მე საქმით ვლაპარაკობ ძირითადად, ან ჯერ საქმით ვლაპარაკობ და მერე ვამბობ. ანუ რასაც ვაკეთებ, რა შინაარსიც აქვს სიტყვაზე ახლა ტენეს. ხო? ანუ არის ტიპაჟი, რომელიც არ ზრუნავს ხოლმე თავის თავზე და ზრუნავს თავის ქვეყანაზე. არის ზოგადად ეკოლოგიაზე, სოფლიოზე, ადამიანებზე მოკლედ რა. ეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა გარკვეული მისია არის. ანუ მაკმაყოფილებს იმ ხრივ, რომ მე ძალიან შემაწუხებდა ეხლა რომ მქონოდა შემოსავალი და მარტო პირადი სარგებელი. მე ადამიანად კარგად ვერ ვიგრძნობდი თავს, ესე ვთქვათ რა. ადამიანად, სრულყოფილ ადამიანად ვერ ჩავთვლიდი, ესე ვთქვათ თავს და ეხლა ვაკეთებ ისე, რომ პირიქით იქით ძალიან ბევრს ვძებ, ეს მერე კიდე პრობლემებს მიქმნის, იმდენად ბევრს ვძებ იქით და ცოტა ზედმეტი გამომდის და უნდა შევამცირო ეხლა, რომ აქეთაც გადმოვიტანო, ესე ვთქვათ, სარგებელი. აი ეს პერიოდი მაქვს რა, ეს რომ მაგნა. თავისთავად ამ კუთხით საყვედურს ვერ ვეუნები, ამიტომ არ ვიცი, საყვედურს ვერ ვეუნები, არ ვეუნები საკუთარ თავს, რაც ვაკეთებ, სწორად ვაკეთებ ყველაფერს. იმიტომ რომ სხვანაირად არ შეგიძლია. იმიტომ რომ სხვანაირად არ ძალმიძ. რა გასწავლა რომანტიკულმა ურთიერთობებმა ისეთი, რაც ვერც ერთმა ბიზნესმა ვერ გასწავლა? საკუთარი თავის შემეცნება, საკუთარი წარმოდგენების ესე ვთქვათ და სურვილების ზღვარი ალბათ ურთიერთობამ მასწავლა. ну ცხოვრებამაც მასწავლა პარალელურად და თავისთავად ურთიერთობაში მოახერხე მე აი ამის შედარება, რომ მე როგორც წარმომიდგენია ცხოვრება, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა. რომ არ ვიცი, მე რო დაგირეკავ შენ ესე უნდა დამირეკო, ამ დროს არ უნდა დამირეკო. არ ვიცი, მე რო ესე გეტყვიან გეწყინება, ესე უნდა მიპასუხო, ან ესე არ უნდა მიპასუხო, თუ არ მიპასუხებ. რატო არ მიპასუხე ესე? არ არის ესე. აი ეს მასწავლა მოკლედ რა რომანტიკულმა ურთიერთობამ. ყველა ადამიანს აქვს თავის პრიზმა, რომელიც მომდინარეობს ბავშვობიდან. ბავშვობაში როგორც აი ამ ჰარდზე, როგორი სოფტიც ჩაიწერა, დიდობაშიც ხო ეს რაღაც ავტომატურ ფიქრებში და ქცევებში არის გადაქცეული და იმ ადამიანს ესეთი გამოცდილება აქვს, შენ ესეთი გამოცდილება აქვს, ან ემთხვევა და ან არ ემთხვევა და ამას ჯობია და ჭირდება ძალიან ზრდასრული გაანალიზება, გააზრება, საუბარი და მიდგომა. და მე ურთიერთობებში ძალიან რისკი ვიყავი რა. ხისტი ვიყავი მოკლედ რა. ანუ როგორი? აი უცბად გავფიცხდებოდ, შეიძლება გავფიცხებულიყავი და გაბრაზებულიყავი, ამადამეთ შეცვლილი არა ვარ, მაგრამ ხო, ისე საინტერესოა. არ მიყვარს ორჯერ სამჯერ ამას რომ მეუნებიან მოკლედ. ხო. სამეკეთ. და აი საქმეში, ანუ საქმეში ის განსხვავებაა, რომ ძალიან ეცდები, რომ რაღაც მოაგვარო ეს პრობლემა და არ გაიქცე იმ სიტუაციიდან და რომანტიკულ ურთიერთობაში თითქოს უფრო ადვილად გარბი ხარ ადამიანი. რატო საქმეებიც მიმიტოვები? შემდეგეთი ყოფილ ხარ ყველგან. თავიდან დამიწყე. მაგრამ რაღაც უკეთესი ძიებაში.
უკეთესი ძიებაში. რა არის დღეს, რასაც სხვანაირად გააკეთებდი? აი ამ ურთიერთობებში, ამ გადმოსახედიდან. შეიძლება არ დამეწყო საერთოდ. დრო არ დაგეკარგა? თუ იმისთვის არ დაგეკარგა დრო? ორივესთვის. სხვა მიმართულებით წასულიყო. თუმცა ჩემ ცხოვრების ნაწილია და როგორ უნდა ვერ ვიტყვი. ხო, ეს რაც იყო, ჩემი ცხოვრება იყო. იმისგან შევდგები და იმით მოვედი დღეს. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შენ ხო არ გაქვს რამე სათქმელი იმ ხალხისთვის, ვინც ახლა იწყებს? აი შენ რო იყავით 18 წლის და რო იწყებდი, აი შენ რა სეტყოდი? ხო, მეტყოდი რომ გჯეროდეთ თქვენი საკუთარი თავის, იმიტომ რომ თქვენ თუ არ დაიჯერებთ, სხვა ხომ მithumetes არ დაიჯერებს. ეს არის ერთადერთი გზა რომ გახდეთ წარმატებულები. თუ გინდათ რომ წარმატებულები იყოთ, რა თქმა უნდა. და შეგეშინდებოდ წარუმატებლობის, ყოველი წარუმატებლობის მერე დაიცადეთ რაღაც გარკვეული პერიოდი, ახალი ენერგია გაჩნდება, რომ დაიწყოთ ისე ნოლიდან და თავიდან. თავარია დიდი ვალები არ დაიდო და არის ეს ხოთ ბიზნესის დასაწყებად, იმიტომ რომ ეს ძალიან ურტყავს მერე ადამიანს ფსიქიკას და აშინებს. ეცადეთ ისე დაიწყოთ და ისე აკეთოთ საქმე, რომ დიდი ინვესტიციები არ ჩადოთ და ვალები არ აიღოთ. მეტი არაფერი არ არის საჭირო და ცადოთ ბევრჯერ. არ გაჩერდე იგივეს. არ გაჩერდე. შენ აგიღია ბევრი, დაგიკარგავს ბევრი ფინანსები, აი ამ რაღაც. პირველი $300 იყო. ბევრი არ ყოფილა. მადლობა დიდი. ეხა ბევრი ამიღია, ეხა ბევრი მაქვს აღებული. ხო, მაგრამ ეხლა ხომ მუშაობ მაგისთვის. მაგრამ თუ მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი საუბარი, გთხოვთ გამოხატეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში, მოიწონეთ ეს ვიდეო და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რადგან ეს ძალიან გვეხმარება ზრდაში და განვითარებაში. მე ერთი კვირით გემშვიდობებით, დროებით.